გამარჯობა, შემოძვირფასო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო მათთვის, ვისაც გყავთ ისეთი ადამიანი, ვინც არ გეხმიანებათ, არ გწერთ, არ გირეკავთ, არ გნახულობთ და გაინტერესებთ თუ რატომ აკეთებს ამას. რატომ დუმს, რატომ არ გეკონტაქტებათ. მას ასე, ვისაც გყავთ ასეთი ადამიანი, წარმოიდგინეთ ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი, მისი სიგნიფიკატორი კარტი. და ვინ ხართ თქვენ? ესე იგი, თქვენი ადამიანი არის ძალიან გრძნობიარე პიროვნება, შესაძლებელია ამ მომენტში მას ძალიან ინატრებით თქვენ, მას სურს რაღაცა გაჩუქოთ, გადმოგცეთ საჩუქარი, გაგახაროთ, მას სურს თქვენი გახარება. ნუ სიგნიფიკაციაში ეს ალბათ არ გამოდგება, ეს ახსნა ეხლავე ზვირფასებო. ის არის ადამიანი, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს ღრმა გრძნობა, ემოცია და მას სურს თქვენ მოგანიჭოთ სიხარული. ეს არის მისი სიგნიფიკატორი. თქვენ, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც დააბალანსეთ საკუთარი თავი, საკუთარი გრძნობები, ემოციები. თქვენ ხართ გულგრილი ემოციების მიმართ, ეს გასწავლათ დრომ, ეს გასწავლათ ცხოვრებამ. და თქვენ დროთა განმავლობაში შეიძინეთ ისეთი პიროვნული თვისებები, რომელიც გხდით რაღაც არაჩვეულებრივს და გამოგარჩევთ სხვებისგან. ხართ ძალიან გამორჩეული. თქვენ ასე ვთქვათ, თქვენი ვიბრაცია, თქვენი შინაგანი სხივი, თქვენი ენერგია სხვაგვარად ანათებს. დაახლოებით ასეთი არის თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. თუ ამოიცანით თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი, განაგრძეთ ზვირფასებო ნახვა. თუ არა, რასაკვირველია, ასკროლეთ. ნახოთ რა კავშირი არის თქვენ ორს შორის ახლა ტრადიციულად ეს კითხვა. თქვენ ესე იგი გაკავშირებთ იცით რა, თითქოს ორივე ადამიანი დაღლილი ხართ რაღაც მოქმედებებით. შესაძლებელია ეს ერთმანეთს არ უკავშირდება, ანუ ერთმანეთთან მოქმედებას ეს არ უკავშირდება. ეს არის რაღაც საქმეები, თქვენი რუტინული ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ადამიანურ რესურსს თქვენგან. თქვენს ადამიანს ვინც ჩაიფიქრეთ, ძალიან სურს თქვენთან ერთად მოქმედება და თქვენთან ერთად ყოფნა. თუმცა არ შეუძლია რაღაც საქმეების გამო, ეს ერთი საქმეც არ არის. მას აქვს მრავალი პასუხისმგებლობა, მრავალი რამ მოსაგვარებელი და ამითი არის დაკავებული მის და უნებურად. ანუ მას სურს ეს თუ არა, უწევს მაინც ეს საქმიანობა. ასე ვთქვათ. ეს არის თქვენ შორის კავშირი. რაღაც ბევრი პასუხისმგებლობები, საქმეები, რომლებიც გღლით, რაღაც დაღლილობა, საერთო დაღლილობა თითქოს. კარგით. ნახოთ, თავარი კითხვა, რატომ არ გეხმიანებათ ეს ადამიანი? მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, ნუ ახლა ძალიან დიდი ხანი არ არის საჭირო. თუ წლებია, რაღაც 10 წელია, 5 წელი ადამიანი არ შეგხმიანებინათ, ასეთი არ ჩაიფიქროთ, რა თქმა უნდა. ნუ, რამოდენიმე დღე, ერთი თვე, რამოდენიმე თვე, ესე. თუ ადამიანი რამოდენიმე დღეა, ან კვირა, ან თვე, არ გეხმიანებათ, რა არის ამის მიზეზი, რატო არ შემოდის თქვენთან კონტაქტში?
პირველ რიგში არის სიშორე, ეს სიშორე არ ვიცი როგორ რეზონირდება თქვენთან ზოგთან პირდაპირ მნიშვნელობით არის რაღაც მანძილი, ზოგთან ეს არის ის რომ თქვენ თვითონ ახლოს არ უშვებთ ამ ადამიანს, რაღაც დისტანცია გიჭირავთ მასთან და თქვენ მართავთ ასე სიტუაციას, რომ ის ვერ შემოდის თქვენს პირად სივრცეში. მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, მას ძალიან სურს თქვენთან კონტაქტი, ეს გეცნობათ ალბათ, ეს არის თასების ტუზი. მას სურს, რომ ხშირად მოგწეროთ თქვენ, ხშირად შემოვიდეს კომუნიკაციაში, მაგრამ რაღაც აი ვარსკვლავის მიხედვით თქვენ რაღაც დისტანციას იჭერთ მასთან, თითქოს შორს იჭერთ თავს მისგან, შესაძლებელია ეს ვიმავრებ იყოს დისტანცია დროში, შესაძლებელია უბრალოდ თქვენ იკავებთ თავს. მან არ იცის ბევრი რამ თქვენზე, ამის გამო ის ეჭვიანობს, ეს გახლავთ ხმლების რაინდი. მას სურს ყველაფერი იცოდეს თქვენს შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე რატომღაც არ იცის და გაგება სურს, რომ აი რა როგორ, ანაირად რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ვინმე სხვა ხوار გამოჩნდა, ვინმე სხვა ხوار გიყვართ, რაღაც ასეთი კითხვები აქვს მას, რაღაც თითქოს უფრო მეტად ეჭვიანობს. და თუ ეჭვიანობს, მით უფრო არ უნდა მოგწეროთ და არ უნდა გაიგოს თქვენ შესახებ, ასე ვთქვათ, ყველაფერი ხომ უნდა სცადოს. რატო არ აკეთებს ამას? ის არჩევანის წინაშეა. მას არ სურს, რომ თქვენ გეკამათოთ, რატომღაც ის თulis, რომ გკითხოთ მისი კითხვები, რაც მას აინტერესებს თქვენ შესახებ, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს კამათი თქვენ ორს შორის. მას ეს არ სურს, რადგან ამ მომენტში რაღაც მანძილია თქვენ შორის, გზა არის თქვენ შორის და აზრი არ აქვს, ამას ასე თulis. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ეგოისტური პიროვნება, თქვენ ჩაციკლული ხართ საკუთარ თავზე და თქვენ საერთოდ მიგაჩნიათ, რომ პლანეტები თქვენს ირგვლივ მოძრაობს და თქვენ ხართ მანათობელი მზე. ესე თulis ეს ადამიანი, ამავე დროს თქვენ ხართ თასების დედოფალი, ესე იგი ამავე დროს თქვენ იმ შემთხვევაში თუ მდედრობით ისქესი მოგევნებთ თვალყურს, თქვენ ხართ მისი საყვარელი ქალი, მისი საყვარელი ადამიანი და თulis, რომ თქვენ ხართ ულამაზესი, უნაზესი, თქვენ სიძლიერესთან და ეგოიზმთან ერთად შეზავებული გაქვთ რაღაცა აფროდიტესეული სიყვარულის რაღაც ჰარმონია. ამასაც ფიქრობს ის თქვენზე. კარგი, თქვენ რას ფიქრობთ მის შესახებ, ნახოთ? თქვენთვის მთავარი არის კომფორტი თქვენი აზრით, თქვენ მთავარია, რომ არ ღელავდეთ, არ შფოთავდეთ და იყოთ კომფორტში. ამიტომ ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ასე ვთქვათ, დაანგრიოთ ურთიერთობა და წახვიდეთ ურთიერთობისგან და თქვენ საკუთარ თავთან იყოთ ძალიან კმაყოფილი. არ გჭირდებათ, ასე ვთქვათ, ვინმე გვერდით იმისათვის, რათა თავი გრძნოთ ბედნიერად. თქვენ თვლით, რომ თქვენითაც შეგიძლიათ ასე ვთქვათ, გააბედნიეროთ საკუთარი თავი. ასევე თქვენ გაქვთ რაღაც მოლოდინი, თქვენ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ასე ვთქვათ, საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეთ იმისათვის, რომ ეხლა ეს პიროვნება ტრანსფორმირდეს და მოიქცეს ისე, როგორც არის საჭირო თქვენი აზრით. ანუ კომფორტის ადამიანი ხართ თქვენ უფრო და არ აპირებთ ბრძოლას ამ ადამიანის გამო, მიუხედავად იმისა, ის მოგწერთ თუ არა. ნახოთ კიდევ ის რას ფიქრობს და ამაზე დავასრულოთ. ის ითხოვს შანსს ძვირფასებო თქვენგან, შანსი თქვენზეა, რასაკვირველია დამოკიდებული, მისცემთ მას შანსს თუ არა. და ძირითადად ეს არის, რომ რატომ არ გწერთ, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ეშინია.
გისურვებთ